დავბრუნდით პირდაპირ ეთერში რეკლამის შემდეგ გვალვათ ფილმები, გვიანი ყინვები, სეტყვა გადამწყვეტად მოქმედებს ზოგადად მოსავალზე და ეს კლიმატური ცვლილებები ხო ექსტრემალურ პირობებში აქცევენ ფერმერებს და სხვა შორის არა მარტო საქართველოში ხდება ეს, არამედ მთელ მსოფლიოში მოსავლის დანაკარგები ძალიან დიდი გამოწვევა ამ კლიმატური ცვლილებების ფონზე. ფერმერს ხელშეწყობა სჭირდება, რომელ კულტურებზე აისახება, მაგალითად, ყველაზე მძაფრად, რომელი ხილი თუ ბოსტნეული შეიძლება წელს დანაკარგების გამოღირდეს უფრო ძვირი ბაზარზე. ამის გარკვევასაც შევეცდებით, სტუმრად ჩვენ მოვიწვიეთ ლიკა ბალარჯიშვილი, აგროკომპანია ბარაქას მთავარი აგრონომი, ამავე კომპანიიდან აგრონომი დათო ზარიძეც ჩვენთან არის. მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობის. თუ შეიძლება პირველ რიგში მაყურებელს ავუხსნათ, აი ეს კლიმატური ცვლილებების გამო რა გამოწვევების წინაშე უფრო ხშირად დგებიან საქართველოში ფერმერები? მოგესალმებით, მადლობას გიხდით მოწვევისთვის. კლიმატური ცვლილებების გამო ქართველი ფერმერები საკმაოდ დიდი ცვლილებების წინაშე არიან. პირველი რაც ყველაზე ისეთი დამაზიანებელი არის, ეს არის საგვიანო წაყინვები, რომელსაც წლევანდელ წელსაც საკმაოდ დიდი რაოდენობით მოსავალი გაანადგურა. საგვიანო წაყინვები, ასე ვთქვათ, ყინვები საგვიანო პერიოდში. გვიან რომ მაინც მოყინა, ხო? ამას ეს წლევანდელ წელსაც ზამთარი შედარებით თბილი იყო, რამაც განაპირობა ყვავილობის უფრო ადრე დაწყება, კონკრეტულ ხეხილოვან კულტურებში უფრო მეტად, როგორც არის მაგალითად ქლიავი, ატამი, ბალიც და საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენა ფერმერებს. კლიმატური ცვლილებები ასევე იწვევს იმას, რომ წამლობის პერიოდებიც იცვლება, ასე ვთქვათ, მავნებლების გამოსვლის პერიოდები და შესაბამისად წინა წლების მიხედვით ვეღარ ხდება განმეორება, ასე ვთქვათ, იმ ძველი მიდგომების, რაც დღეს გვიწევს, რომ შევეცდოთ. კალენდარს ვეღარ გაყვება ფერმერი, რითაც ვთქვათ შესაძლოა შარშან წინა წლებში უსარგებლია, ხო? ასეთ დროს რამდენად არის ჩვენთან, არ ვიცი, ამისი პრაქტიკა, რომ მიმართონ პროფესიონალ აგრონომს, აი, როდესაც ხვდებიან, რომ რაღაცით განსაკუთრებულად უჩვეულოდ დაიწყო წელი, ან მიმდინარეობს, ხო? ხო, ჩვენთან ესეთი ცალკე საკონსულტაციო კომპანიები ნაკლებად არის, ძირითადად ჩვენ ვეხმარებით ხოლმე ფერმერებს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. ბარაქას აგრონომები დავდივართ ხოლმე მონიტორინგებზე და შესაბამისი პერიოდის და სიტუაციის გათვალისწინებით ვცდილობთ ხოლმე რომ დავეხმაროთ ფერმერებს გამოსავლის პოვნაში. აი ხა თქვენ თქვით რომ მოყინაო გვიან შეგვახსენეთ რომ ხო რაღაც უკვე რო აღარ ველოდებოდით არავინ იმ დროს დაიჭირა ყინვებმა და მოვისმინე ასევე თქვენგან რომ ბალი, ქლიავი და კიდევ ერთი ატამი ყვავილობდა უკვე. ანუ ეს ყვავილები დააზიანა ავტომატურად შესაბამისად ეს ნიშნავს იმას რომ მოსავალი იქნება ცუდი. მოსავლის ნაწილი ფაქტობრივად საერთოდ დაიკარგა არა მარტო ცუდი იქნება, ხარისხობრივად, არამედ მთლიანად დაიკარგა გარკვეული ნაწილი, იმიტომ რომ ყინვების პერიოდში ეს მოყინული ყვავილებიდან შესაბამისად ვეღარ დაიმტვერა და ნაყოფი საერთოდ არ იქნება. ამიტომ ახლა ჩვენ რას ხედავთ კადრში? ეს იყო ჭარბი ნალექის გამო დატბორილი ვენახი, ხო? არ მეშლება. ეს პირიქით გვალვისგან დამსკარი. ძირითადი პრობლემაც ესეც არის ერთ-ერთი პრობლემა, რომ ნალექები არ არის თანაბრად გადანაწილებული, ასე ვთქვათ, სეზონის განმავლობაში. ძირითადი ნალექები მოდის ხოლმე აპრილი-მაისის პერიოდში და მერე უკვე იწყება ძალიან დიდი გვალვები, რაც რა თქმა უნდა პრობლემას ქმნის. იმიტომ რომ მცენარეს არის რაღაც ზრდის ფაზაში, მე მგონი როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მოყვარული მებაღე ვარ, არ ვდებ თავს არაფერს. კომპეტენტურსა თუ სერიოზულზე, მცენარის ზრდის პროცესში არის რაღაც პერიოდები, როცა განსაკუთრებულად ჭირდება, რომ მოვიდეს ნალექი, ხო? როცა ღია გრუნტის მცენარეებზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ხო? თუ შეიძლება რომ გითხრათ, აი ახლა რა კულტურების თქვენ ჩამოთვალეთ, რომ ყვავილები მოეყინაო, უკვე ყვაოდაო, როცა ყინვებმა ისევ დაიჭირა, შესაძლოა რომ ქლიავი, ატამი, ბალი, რაც თქვენ უკვე ახსენეთ, შეიძლება კიდევ რომელიმე კულტურა ბაზარზე წელს ამის გამო ღირდეს ძვირი? რთულია თქვა, მაგრამ შესაძლებელი არის დიდწილად, რომ ფასი შედარებით უფრო მაღალი იქნება, რადგან მოსავლიანობაც საკმაოდ შემცირებული არის.
ეს პრობლემები, აი კლიმატური ცვლილებები, მარტო საქართველოზე არ ისახება, ხა ვისაც ეს თემა გვაინტერესებს, ცოტას ვკითხულობთ რა ხდება სხვაგანაც, მაგრამ აგრონომები ხო უფრო ფოკუსირებული ხართ ალბათ, ხო? გარე სამყაროსში როგორ მიდის პროცესები. ასეთი ატიპიური გახდა ზოგადად ეს ცვლილებები? კი, ძალიან შეიცვალა საერთოდ კლიმატი მთელ მსოფლიოში. ვერალიკამ როგორც აღნიშნა, ვერ ავიღებ წინა წლის მაგალითს, ყოველთვის უნდა გქონდეს დაკვირვება, მონიტორინგი, ყოველკვირეული, ყოველდღიური და ამის შესაბამისად უკვე შემდეგ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება თესვის ვადებზეც, წამლობებზეც და ასე შემდეგ. ყველაფერთან დაკავშირებით. ხო, იცით, ეხლა ალბათ ძალიან ბევრ ადამიანს, ფერმერსაც, ვინც რაღაც მიწათ მოქმედებას ეწევა თავის ეზოში, ან თქვათ პირიქით რაღაც დიდი გეგმები აქვს და ასევე ჩვეულებრივ ადამიანებსაც ალბათ აინტერესებთ, რომ აი თანამედროვე მეცნიერება რა ნიშნულზეა დღეს და რამდენად შეუძლიათ პროფესიონალებს აი ასეთი ტიპის ექსტრემალური პირობებისგან გამოწვეული ზიანის შემთხვევაში მიეხმარონ ფერმერს, ურჩიონ აი როგორ შეიძლება რაღაცა უფრო ხო, როგორ შეიძლება მოსავალზე უკეთესად იქონიოს მაინც გავლენა. არის ასეთი საშუალებები მაგალითად? კი, არის გარკვეული ტექნოლოგიები თანამედროვე, რომელიც უზრუნველყოფს გარკვეული კლიმატური პირობებისგან დაცვას. თუმცა ის რომ სრულად დავიცვავთ, ამის გარანტია რა თქმა უნდა არ არსებობს. არის ახლა ესეთი სტიქიური მოვლენები, როგორც არის სეტყვა და რა თქმა უნდა მის წინაშე ფაქტობრივად უძლურები ვართ. თუ არ იქნება ბადეები გადაფარებული სეტყვის საწინააღმდეგო. სხვა შემთხვევაში ჩვენ ფერმერებს შეგვიძლია დავეხმაროთ, თუნდაც მცირე თუ მსხვილ ფერმერებს, რომ სწორად მოხდეს ჯიშების და ჰიბრიდების შერჩევა კონკრეტული ადგილებისთვის. და შედარებით, თქვათ, როდესაც არის საგვიანო წაყინვების საშიშროება, უფრო გვიან მოყვავილე ხეხილის ჯიშები შეირჩეს. ეს საგვიანო წაყინვები რამდენჯერმე ახსენეთ და არ შეიძლება ამ დროს თითოეულ ჩვენგანს და მაყურებელსაც ალბათ არ გაახსენდეს ის ვენახებში შეტანილი რაღაც კადრები რო ვრცელდებოდა, ხო, ინტერნეტით შეტანილი რაღაც ისეთი პატარა, არ ვიცი, ცეცხლის დასანთები, გამათბობლები, მოდი ასე ვთქვათ. ეს ჩვენთან დანერგილია? დანერგილი არის, ზოგიერთი ფერმერი იყენებს ამას, თუმცა დიდ ფართობებზე ამის გაკეთება უფრო რთულია. ეს გვიცავს საგვიანო წაყინვებისგან, თუმცა გარკვეულ ეტაპზე, აი -2, -3 გრადუსზე თუ ამას აცდა, უკვე მაგ შემთხვევაში უძლურები ვართ. ხო, ის ძალარშველის შემდეგ დათებაც. ხო, აი ეს გამათბობლები მაგალითად, ხო, იყო რაღაცა საუბრები სხვა შორის, რომ ძველად საქართველოში ტრადიციაც იყო, რომ ვენახშიო ასეთი ღამეების დროს ცეცხლს ანთებდნენ, არ ვიცი, ესეც მითია თუ რეალობაა? ხო, იყო მსგავსი ისინი. კი ბატონო. ეს კლიმატური ცვლილებები ახალი არ არის, ეს მუდმივად ხდებოდა. უბრალოდ ჩვენც უნდა მოვერგოთ ამას და გავითვალისწინოთ გარკვეული საკითხები, რაც იცვლება და ცოტა განსხვავებული მიდგომები უნდა დაინერგოს. აი გვაინტერესებს ზუსტად რა იცვლება და დღეს ხო უკვე ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომ რაღაც უფრო მეტი კვლევა შეიძლება ტარდება, უფრო მეტი სამეცნიერო მიღწევები არსებობს ამ კუთხით და რაც მთავარია, უფრო მეტად ხდება ინფორმაციის გაცვლა, ხო? აი რა არის ის, რაც შეგიძლიათ ახლა გამოარჩიოთ კონკრეტულად და უთხრათ ჩვენს მაყურებელს, რაც შეიძლება მხედველობაში მიიღოს ფერმერმა. პირველი არის, რა თქმა უნდა, ის, რომ ირიგაციის სისტემები არის აუცილებელი. სარწყავს სისტემებს. აი ჩვენ სწორედ ამას ვუყურებთ ახლა. თუნდაც იგივე სიმინდის კულტურაში, გვალვების პერიოდში, როდესაც სიმინდი ყვავილობს, ამ პერიოდში ჭირდება ყველაზე დიდი რაოდენობით წყალი, თუმცა საპირისპიროდ გვაქვს ბუნებაში თესვის პერიოდში არის ჭარბინალექი, ხოლო როდესაც უკვე ყველაზე მეტად სჭირდება მცენარეს, ამ პერიოდში ვერ იღებს წყალს და შესაბამისად საკმაოდ დიდ სტრესში ვარდება და რა თქმა უნდა ეს აისახება მოსავლიანობაზე. სარწყავის სისტემები ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ეხმარება ფერმერს, რომ მოსავალი შეინარჩუნოს. ნაკლებად არის გარემო პირობებზე დამოკიდებული, როცა გააქვს სარწყავის სისტემა. ნაკლები დანაკარგია და მოსავალი უკეთესი. აი შეგიძლიათ ეს რაღაც ციფრებში გამოხატულად აგვიხსნათ? აი მაგალითად თუნდაც სიმინდის კულტურაზე. რთულია თქმა ესე ციფრებში და ზუსტად მოსავალზე საუბარი, უბრალოდ ძალიან დიდი სხვაობაა ხოლმე ყოველთვის სარწყავ ნაკვეთსა და ურწყავ ნაკვეთს შორის. მით უმეტეს თუ წელი შეგვიხვდა გვალვიანი.
და რომელ კულტურებზე აისახა ეს კლიმატური ცვლილებები, აი ყველაზე მძაფრად? ძირითადად ყველა კულტურაზე აისახა, იმიტომ რომ ყველა კულტურას სჭირდება წყალი და კარგი ტემპერატურები, კარგი ხელსაყრელი პირობები და ასე რომ ყველა კულტურას საკმაოდ აზიანებს გვალვები, ქარი, ჭარბინალექი. და ასევე მინდა კითხოთ, იცით რა, მე პირველად დაახლოებით 10 წლის წინ ვიყავი ოჯახში, სადაც თავის ხეხილს არ წამლავდა ოჯახი. ხო, ასე მიაჩნდა რომ და რა თქმა უნდა, ვინ შეიძლება ხა შეგვეკამათოს, რომ ყოველგვარი ქიმიკატების გარეშე მოყვანილი, თქვათ, ხილი, მათთვის მთავარი იყო ეს ხილი, ხილის ბაღი ხილნარი ქონდათ ძალიან კარგი, ყოფილიყო ბავშვებისთვის აი ესეთი უსასუქო ქიმიკატების გარეშე, მაგრამ 10 წლის წინ მე მახსოვს ამ ოჯახში რომ მივედი სტუმრად, თქვეს რომ ვეღარ თუ არ შევწამლეთო, უკვე ვეღარ ვიღებთ საერთოდ ვერანაირ მოსავალსო. ასეა მართლა, აი რას ეტყოდით ადამიანებს? ნამდვილად საკმაოდ გართულდა, არა მხოლოდ დიდ ფართობებზე, არამედ სახლის პატარა ბაღშიც კი გარკვეული ხეხილის და ბოსტნეულის მოყვანა ნამდვილად გართულებულია. ეს ტემპერატურების ცვლილებებიც თუნდაც ამ დაავადებების განვითარებაზეც აისახება და მავნებლის გამოსვლის პერიოდებზეც. მაგალითად, ახლა ვენახის შემთხვევაში რა ვიღოთ, ყურძნის ჭიას ძირითადად ჰქონდა ხოლმე სამი თაობა. თუმცა ამ პერიოდში ვხვდებით უფრო მეტს. და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი კონტროლი გავუწიოთ და მონიტორინგი ჩატარდეს დაავადებების და მავნებლების კუთხით მუდმივად, იმიტომ რომ შესაძლებელია წამლობად ჩაატაროს ფერმერმა ძველი მიდგომების მიხედვით, თუმცა არ იყოს ის სწორი. ძალიან კარგი კითხვა შემოვიდა მაყურებლისგან და მოდით გავაჟღერებ, ხო? გავახმოვანებ. ძალიან კარგი მოსავალი მაქვს ყოველ წელს პომიდორის. მაგრამ ამჯერად ივნისში ვერ მექნება. სეტყვამ გააფუჭა ჩითილები, ახლიდან შევიყვანე ნიადაგში და ახლა ივნისის მაგივრად მხოლოდ აგვისტოში მივიღებო მოსავალს. კითხვა არ არის, კომენტარია, მაინც მადლობა აქტიურობისთვის ჩვენს მაყურებელს. ხო, ეს კულტურა იძლევა საშუალებას, რომ ხელახლა შეიყვანო, ხო, ნიადაგში და გვიან მაინც მიიღო მოსავალი, მაგრამ მოსავალი ისეთივე კარგი იქნება, როგორც ივნისში. შეიძლება ძალიან დილეტანტურია ეს კითხვა. მოსავლის ხარისხზე მაკუთხით არ აისახება, თუმცა რაოდენობრივად ნამდვილად შემცირდება მოსავლიანობა, იმიტომ რომ სად 3 თვის განმავლობაში რო ვიღებთ რაღაც კულტურიდან მოსავალს და სად საერთოდ ვერ ვიღებთ. მით უმეტეს ახლა თუ ფინანსური კუთხით ჩავხედავთ, საადრეოდ მიღებული მოსავალი უფრო კარგ თანხად შეიძლება გაყიდოს ფერმერმა, ვიდრე უკვე საგვიანო, როდესაც მასიურად შემოდის. რა თქმა უნდა, ეს თუნდაც ჩითილების გადარგვის პერიოდზეც აისახება, შედარებით უნდა, ასე ვთქვათ, გვიან გადაირგას და ვეცადოთ, რომ ავარიდოთ თავი ამ მაისის რთულ კლიმატურ პირობებს. კი ბატონო. და ასევე მინდა გკითხოთ აი ეს შხამ ქიმიკატების, აი ასე ამბობენ, ხო? პესტიციდებს ვიყენებთ ხოლმე ჩვენ. მაგრამ მე თქვენ პროფესიონალები ხართ, მე მოყვარული და ამის გარეშე დღეს პრაქტიკულად მართლა შეიძლება ითქვას, რომ შეუძლებელია მიიღო მოსავალი, თუნდაც ხეხილის? კი, საკმაოდ რთულია. ან თუ პესტიციდების გარეშე ვეცდებით, რომ მოვიყვანოთ მოსავალი, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ გარკვეული ნაწილი მოსავლის აუცილებლად იქნება დაზიანებული მავნებლების და დაავადებების მხრივ. და ამაზე თანახმადობა, როცა ახლა მცირე მოცულობის ბაღი არის და სახლში ჩვენი მოხმარებისთვის გვინდა, ამ შემთხვევაში ეს უფრო მარტივი საკითხია, რომ თუ დავკარგავთ მოსავლის გარკვეულ ნაწილს, პრობლემა არ იქნება, მაგრამ როდესაც უკვე კომერციული სახი აქვს ამას ხო, მაგ შემთხვევაში უკვე საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ დანაკარგების დაავადებებისა და მავნებლების მხრივ შეიძლება გასცდეს 70-80%-საც კი. შეკირული ხეები მიყვარს ჩემს ეზოში აქვს წერს ერთი ქალბატონი. ამ კირს უსმევ, იმიტომ რომ ესთეტიკური სიამოვნება მივიღო. კი ვიცი რომ რაღაცას კიდევ შველისო და რას შველისო გეკითხებათ? ანუ კირისგან ეს სოკოვანი დაავადებებისგან და მავნებლებისგან ნაკლებად რაღაცებზე მუშაობს, თუმცა ის დაავადებები და მავნებლები, რასაც ჩვენ თუნდაც როგორც არის ნაყოფჭამია ან სიდამპლის გამომწვევი დაავადებები ან ქეცი, მსგავსი რაღაცისგან კირით ვერ დავიცავთ.
კი ბატონო, და პრინციპში ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ. ეხლა ყველაზე მეტად ფერმერები მაინც კარგია, რომ ბარაქასთან ერთად დამატებით შემეცნებით ინფორმაციას ჩვენი გადაცემისგანაც მიიღებენ პერიოდულად სულ, მაგრამ იმ ადამიანებს, ვისაც თქვათ არ აქვს მიწა და ვერ მოყავს მოსავალი, მაგრამ საყიდელი აქვს ხო პროდუქტი სხვადასხვა ბაზარზე, თუ შეგვიძლია ინფორმაცია ვუთხრათ აი უკვე რა კლიმატური ცვლილებებითაც იყო გამორჩეული ეს გაზაფხული. შეგიძლიათ თუ არა გვითხრათ კულტურები, რომელზეც შესაძლოა ფასი იყოს წელსძვირი? ჩვენ ფასის კუთხით უფრო ნაკლებად ვართ ჩართული, უფრო მოვლის მხრივ, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი მაგალითად როგორც არის ბალი, საკმაოდ ძვირი შეიძლება რომ იყოს. და უკვე ნელ-ნელა გამოდის ბაზარზე, იმიტომ რომ სიმწიფის პერიოდიც იწყება. დიდი მადლობა. შაშანაც არ უკლდა? ხო. ბალს. მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ, გელოდებით მომავალშიც ლიკა ბალარჯიშვილი, დათო ზარიძე, აგროკომპანია ბარაქას წარმოადგენდნენ დღეს ჩვენს გადაცემაში. დაგემშვიდობებით თქვენს მაყურებელსაც. ხვალამდე.